გუბა სანიკიძე, პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ჩვენი გადაცემის სტუმარია, ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. საღამოშვიდობისა ბატონ გუბას, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ის რაც თქვა საღამოშვიდობის ვახო გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, იზიარებთ თუ არა თქვენც იმ აზრს, რომ ეს არ არის მისი როგორც ცალკე პირის განცხადება, არამედ აღქმული უნდა იყოს როგორც მთლიანად რეჟიმის პოზიცია. გამომდინარე იმ კონტექსტიდან, რაც მე ახლა მოკლედ აღწერე ჩემს შესავალ სიტყვაში. არა, რა თქმა უნდა, ეს მისი აზრი არ არის მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ აზრი ამ ადამიანს არ გააჩნია. ეს არის კოლექტიური ქოცობის აზრი არის დავიძინა ივანიშვილის. ჩვენს ქვეყანაში ჩვენი წინაპრები ვახო მოღალატებს იცით რა სწახოდნენ? ავაზაკთა ქვაბი. ავაზაკების ქვაბია ქართული ოცნება. თავის ლიდერშიპით, თავის საკრებულოებით, გარკვეულწილად მომხრეებითაც კი ავაზაკთა ქვაბი არის, იმიტომ რომ ამას რო იტანს, ისე გორელებს მინდა მიმართო რა, ძვირფას გორელება ამას როგორ იტანთ. ეს არის დავით აღმაშენებლის დაარსებული ქალაქი ხართ და იმედი მაქვს ამაყობთ ამეთი, ან იცით იმედი მაქვს, ისე აფეშ დარწმუნებული არა ვარ, ხო? მარტო სტალინის სამშობლო არ არის. გორი დაარსა დიდმა დავით აღმაშენებელმა, რომელიც სხვათა შორის ახლა 21 საუკუნეში ცხოვრობს, სხვა დროება არის, მაგრამ მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელი აი ეგეთებს ძელზე სვამდა. მოღალატეებს. ასე შვებოდა, ხო, ამაყობთ ჩვენ დავით აღმაშენებლით, თუ ესეც ამაყვა აღარ არის უკვე. ყველაფერი ეჭვის ქვეშ რო დააყენეთ ქოცებმა. ავაზაკთა ქვაბი ხართ და განპატიჟება ავაზაკთა ქვაბისა ელოდება ამ ქვეყანას რა. ავაზაკები უნდა მოვიშოროთ რა, ავაზაკობა, სამშობლოს ღალატი არის ავაზაკობა. ეს გორის გამგებელია თუ საკრებულოს თავში, ეს გამოირჩევა თავისი კრეტინიზმით, საერთოდ ეს ის არის, რომელიც ერთ პერიოდი გვახალისებდა კიდევაც, როცა ამბობდა, რომ 1 მილიარდი კაცი თურმე 7 მილიარდი კაცის ამოწყვეტას აპირებს და მარტო მაგან და ბიძინამ გაიგეს ესა, მაგრამ ნუ ახლა საქმე უფრო სერიოზულად არის. ღია ტიტველი მოღალატე არის. ბატონ გუბას ვიმეორებ, დავით აღმაშენებელი ასეთებს ძელზე სვამდა. ახლა არ არის დავით აღმაშენებელი არც მე-12 საუკუნეა, 21 საუკუნეა. თუმცა ახლაც არის ხალხი, ახლაც არის საზოგადოება. ძელზე სვამდა დავით აღმაშენებელი, ძელზე სვამდა ასეთებს. დიახ, ახლაც არის ხალხი, საზოგადოება, რა თქმა უნდა, რასაც თქვენ ამბობთ, დიახ, 21 საუკუნეა და ამას არავინ აპირებს, მაგრამ რეაგირება საუკუნე რო ყოფილიყო, მას ძელზე გასვამდნენ. მესმის, ახლა როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაგირება? არ ვიცი, ახლა საზოგადოების რეაქცია ახლა ესეც თუ სამარჩიელო გვაქვს, როგორი უნდა იყოს, არ ვიცი, ახლა მოღალატეს ყველა ხალხი, ყველა ცივილიზაცია, ყველა კულტურა, ყველა რასა, ყველა რელიგია, ყველა სახელმწიფო და ყველა კონტინენტზე არსებული სახელმწიფოები მოღალატეს ძალიან ცუდი თვალით უყურებენ. რო არა ვთქო, რო არ გავიმეორო ის, რაც თქვი მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელი რას უშვებოდა ასეთ ხალხს. ხო? რა ესეც უნდა ვარჩიოთ უკვე ვახო რომ აი როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია. რა რეაქცია უნდა იყოს? მტერია ქვეყნის. მტერია. ჩვენ საერთოდ ადამიანური ინსტინქტები დავკარგეთ, ახლა ზნეობაზე და მორალზე და ეთიკაზე აღარ არის. ადამიანური ინსტინქტი დავკარგეთ. მტერს მოყარეთ ვაცხადებთ, მოყარებს მტრებად ვაცხადებთ. სამშობლოს ღალატი მოდაშია. სახელმწიფო იდეოლოგიაა, გორში, ოკუპირებულ გორში, რომელსაც რუსებმა გადაუარეს და დაბომბეს, ამ ქვეყნის რეალური მართველი გამოვიდა და თქვა, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ვინც დაგბომბაო. ასეთი რამე გაგიგიათ? არ ვიცი, ახლა ისტორიაში არის რამოდენიმე ქვეყანა, რომელიც აი სულ გამზადებული იყო ისა დასაჩოქებლად. ასეთი ევროპაში იყო ჰანოვერი სხვათა შორის. გერმანული პროვინცია არის დღეს ლანდის სტატუსი აქვს, თავისუფლ სახელმწიფო. ყველა ვინც კი შედიოდა, ყველა მხარეზე გადადიოდა. ჰანოვერი, მაგრამ ნუ ახლა ის გერმანია არის და
ახლა აგერ არის საქართველოს უარი ჩვენს იდენტობაზე ვამბობთ, თუ ახო უარს. ქართველობაზე ვამბობთ, თუ არ და რო კითხო ქართველობას იცავენ ეს სოდომიტები. სოდომიტები მართავენ ქვეყანას. აი მე მინდა სოდომის დავასრულებ, აზრს დავასრულებ რა, ახლა პოლიტკორექტულობის დრო აღარ არის, უკვე დაგვექცა ქვეყანა. სოდომის თქვათ ხიბლით ბიზინა მართავს ქვეყანას. ხიბლი რაში გამოიხატება, რომ ყველა ყავს დაჭერილი რა კომპრომატით. სხვანაირად ბიზინა ადამიანებს აღარ ნიშნავს. მექთამეობა, ცოლის ღალატი, არეული ოჯახი, ქვეყნის ღალატი არა, სოდომით ყავს სულ ეს ხალხი დაკავებული თავის თანამდებობებზე. ეს კომპრომატებით მართავს ქვეყანა. პრიმიტივია საერთოდ ახლა საუნდა ესაო სახელმწიფო რა იცი სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ, ვახო სუვერენიტეტი იცი ნეტა თუ იცის ჩვენმა პრეზიდენტმა რა არის. დღეო ჩვენმა არა, მაგათმა პრეზიდენტმა, ეგრე ეწ პრეზიდენტმა, ხო? ისა რა ქვია, ფერისვალება რომ ჩვენი წინაპრების დაარსებული დღესასწაული გონია, ხო? სახალხო დღესასწაული გონია. ნუ ახლა, ხო? ეს არის სუვერენიტეტი არიციან, მაგრამ სუვერენიტეტი არის უზენაესობა, სახელმწიფოს უპირატესობა, ბატონობასაც ნიშნავს. თუ საქართველოს ლაპარაკობენ რომ ევროპა ჩვენ სუვერენიტეტს არღვევს. სუვერენიტეტი ვახო გულისხმობს თუ არა აირჩიო მეგობრები. დიახ, ცხადია. გულისხმობს ხო? არა და ღიად ქართული ოცნება გვეუბნება რომ ხო ქართული ამავე დროს, როცა სუვერენიტეტზე იბრიქებიან და იბერებიან, წინადებას აბამენ და ამბობენ, რომ ჩვენ არ შეიძლება ვიმეგობროთ ევროპასთან, არ შეიძლება ნატოში შევიდეთ, არ შეიძლება ევროკავშირის წევრი გავხდეთ, იმიტომ რომ რუსეთი გაბრაზდება. ეს რანაირ სუვერენიტეტი. ბატონ გუბას, აი ერთ შეკითხვას დაგისვამთ, დიახ, აი კამათს აზრი აღარ აქვს. დიახ, ერთ შეკითხვას დაგისვამთ, მე მოვიყვანე ფრაზა აი ამ რაზმაძის, ახლა ბევრ დროს პერსონალურად მას არც უნდა უთმობდეთ, მაგრამ ეს არ არის მისი პერსონალური აზრი, როდესაც გინტურთან დაკავშირებით თქვა, რომ იქით არ უნდა გადავიდეს თურმე სალოცავად, ხომ? და ამასთანავე აი ხედავთ, ახლა შეგვიძლია გლობალურ კონტექსტსაც დავუკავშიროთ, ხედავთ უკრაინასთან დაკავშირებით როგორ გულშემატკივრობს ქართული ოცნება, რომ როგორმე უკრაინას რუსეთმა წაღლიტოს უფრო მეტი ტერიტორია, როგორმე უკრაინა გამოვიდეს აქედან წაგებული. ამას პირდაპირ აკეთებენ. ახლა თუ ავიღებთ მათ პროპაგანდისტულ არხებს სოციალურ ქსელში თუნდაც, როგორ ავრცელებენ ინფორმაციას ყოველგვარი კონტექსტის გარეშე და რაღაცნაირი ნიშნის მოგებით, რომ ოღონდ როგორმე უკრაინა არ გამოვიდეს აქედან გამარჯვებული ან წარმატებული. ვახო, ჩვენი პრობლემა იცით რაშია? ნამდვილ საქართველოს გულისხმობ და საქართველოს გულისხმობ. ჩვენ ჩამორჩებით მათ რეაგირებებში რა. ისინი ღიად, შიშულად სახელმწიფო ღალატზე არიან გადასულები და ჩვენ კიდევ აგრძელებთ აღშფოთებას. და ეს რაგვარია რაზმაძე, ხო ეს კაცი, ეს პრიმატი. ადამიანს ვერ დაუძახებ, ხო? რაზმაძე არის სახე, მუწუკი, ამათ სხეულზე ამოსული, ამათ მახინჯ სხეულზე ამოსული, სულით და ხორცით მახინჯ სხეულზე ამოსული, რასაც ქოცობა ქვია. იცი როგორ არის? მე მინდა დავანებოთ ახლა ესენი მოღალატეები არიან და თუ ღმერთი ბოლოს გადმოგხედავს და გვიშველის და ფეხზე დავდგებით და ეს ხელისუფლება წავა, ესენ ციხეში უნდა წავიდნენ ყველა. სხვანაირად არ გამოვა. სიკეთე კარგავს სიძლიერეს თუ მას შურისძიების უნარი არ აქვს. სუსტი სიკეთე არ არსებობს, ვახო. ჩვენ წმინდა გიორგის ქვეყანა ვართ. წმინდა გიორგი არის მებრძოლი წმინდანი. ის იარაღით ებძვის ბოროტებას და არა ვაივუითი რა. მე მინდა მივმართო ქართული ოცნების ზოგიერთი მომხრე როა და ზოგი ვითომ მოინტელიგენტო ქართული ოცნების აპოლოგეტები რო არიან. ახლა რაღაცები არ მოწონთ, მაგრამ ენა აქვთ გადაყლაპული რა. იციან რომ ცუდი ხდება, მაგრამ მაინც აი მათ მინდა უთხრა. ზოგიერთ მათთაგან ზვიადის განთავისუფლებული საქართველოს ცხოვრება არ უნდოდა. ზოგიერთ იგივე ხალხს არ უნდოდათ მიხეილ სააკაშვილის აშენებულ სახელმწიფოში ცხოვრება. მაგრამ ბიზნესში ჩეჩმაში ცხოვრობენ ძალიან კომფორტულად. ჩეჩმის მკვიდრები არიან. ვისაც გულისხმობ, მე მგონი ყველა მივხვდები, ასეთ განცხადებები მოგვისმენია ჩვენ, ხო, რომ ზვიადის განთავისუფლებული საქართველოს ჩვენ არ გვინდა.
თუ დემოკრატია არ იქნა ჩვენ თავისუფალი თუ არ ახარ და დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ არ ახარ დემოკრატია როგორ გექნება ბატონ გუბას ცოტა დრო დაგჭა და ერთ საკითხს უნდა შევეხოთ კიდევ აი სუვერენიტეტი ვახსენეთ ბიზნეს ჩეჩმის მკვიდრები არიან ქოცობა არის ბიზნეს ჩეჩმაში ყოფნა აი სუვერენიტეტი ვახსენეთ და გლობალურ საკითხებსაც შევეხეთ და ერთი შეკითხვა მაქვს ჩვენს სამეზობლოზე დღეს თქვა ალიევმა რომ თუ ვინმეს ავადმყოფ თავში აზრად მოუვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციის მოწყობა ფიქრობ ინანებენო და აქ ბევრმა ამოიკითხა სწორედ რუსეთი საიდანაც ძალიან ისეთი მძიმე მუქარის ტექსტებს უგზავნიან ალიევს და მინდა რომ თქვენი მოსაზრება მოვისმინო ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და სომხეთის აი ამ დაახლოების შემდეგ ვნახეთ რუსეთის რეაქცია, ისტერიკული რეაქცია, საიდანაც ომითაც კი ემუქრებიან აზერბაიჯანს და აი ეს პასუხი გასცა მან დღეს, ამაზე მინდა თქვენი კომენტარი და შემდეგ დაგემშვიდობებით. ხო, ალიევი ამტკიცებს იმას, რომ დღევანდელ კავკასიაში ის არის ლიდერი, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ლიდერი. აზერბაიჯანი როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს, ამის შესრულების თავიც აქვს. აზერბაიჯანს ყავს ძალიან ძლიერი სახელმწიფო, ისა არმია. აზერბაიჯანს ყავს ძლიერი პარტნიორი თურქეთის სახით. და აზერბაიჯანმა იცის რა უნდა, ის იცავს მართლა თავის სუვერენიტეტს. და ისე ქოცებს მინდა უთხრა მეორე ფრონტს რომ ვითომ გაბრალებდნენ deep state-ი რო გახსენით. აგერ ალიევმა გახსნა მეორე ფრონტი. ესეც deep state-მა ქნა. ვახო თუ უკვირდები ამათი მთელი პროპაგანდა რო ჩამოიშალა, ჩამოინგრა, თან ერეკლე მეფე მოწონთ, თან ირანში დადიან გასვენებებში, თან ირანის მხარეზე არიან ისრაელის და ირანის დაპირისპირებაში, თან მეორე ფრონტი გახსნა უნდათო ჩვენგანო და თან იძახია რომ გათხოვებას გვიპირებენო. ხო, ესე იგი რა გამოდის რომ Deep State-ი ჯერ ქართველი კაცების გათხოვებას აპირებდა და მერე კიდე ომში ჩართვას ამ კაცების, გათხოვილი კაცების. აი ესაა ქართული. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ეს პირდაპირი ჩართვა იყო. მადლობ თქვენ და ისევ გავიმეორებ რა. მე-12 საუკუნეში ისეთ ხალხს იმაზე რა ქვია ძელზე სვამდა დავით აღმაშენებელი. გუბას ანიკიძე, პოლიტიკოსი, ისტორიკოსი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.